მოგესალმებით, მონაგარი კლუბ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ, განსაკუთრებული გადაცემა, განსაკუთრებულ სტუმართან ერთად. დღეს მონაგარს სტუმრობს ბატონი ირაკლი სასანია. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა, ძალიან საპატიო და ძალიან საპასუხისმგებლო. თქვენ გახდით ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და აიღეთ ძალიან მძიმე ტვირთი საკუთარ მხრებზე. მე გილოცავ პირველ რიგში და წარმატებებს გესურვებთ. დღეს კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რომ ესე იგი პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგთავდით გადაცემაში სტუმრობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და მიხარია რომ თქვენ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე გამოაცხადა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დღე და ძალიან მიხარია რომ ის პრიორიტეტი, რომელიც რეალურად ყოველთვის იყო სოფლიოში, აი ხა დღეს გამოსახულად აი დაემთხვა განსაკუთრებულად აი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს და მე ვფიქრობ, რომ რეალურად პრიორიტეტი უნდა გახდეს ეს ყველა ქვეყნისთვის. სიტყვით ამას ვამბობთ, მაგრამ გვიჭირს ხოლმე საქმით და თქვენი დამოკიდებულება ახლა შემთხვევაში როგორც ექიმი პედიატრისაგან და ახლა უკვე ძალიან დიდი თანამდებობის პირის და ჯანდაცვის ორგანიზატორის გადასახედიდან. რა არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა? და რატომ არის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანდაცვის და თვითონ სახელმწიფოს როგორც ეკონომიკური სიძლიერის სიმძლავრის მაჩვენებელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ეს მართლაც გლობალური პრიორიტეტია, როგორც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ ეხება როგორც ჩვენს მომავალს, ბავშვებს, მათ განვითარებას, მათ კეთილდღეობას, ასევე დედებს და მათ ორივეს, იმიტომ რომ ერთობლივად, იმიტომ რომ ისინი იზიარებენ ერთ და იგივე რისკებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანმრთელობა, ადრეულდროული აღმოჩენა, იდენტიფიცირება, თუ რამე პრობლემა არსებობს მუცლადყოფნის პერიოდში, ორსულობის სწორად წარმართვას, იმისაც რომ მივიღოთ შემდგომში ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა მომავალი ჯანმრთელი თაობა, ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად და ამდენად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. თუ ჩვენ შევხედავთ სტატისტიკასაც, ყოველწლიურად 300,000 მშობიარე იღუპება და სადღაც 2,3 მილიონი ახლაშობილი ერთვის ასაკში. ერთვის ასაკს ვერ აღწევს. გარდა ამისა, სადღაც 1,900,000 მკვდრად ჩობადობა. ამდენად თვითონ პრობლემა თავისი მასშტაბით ძალიან სერიოზულია. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ამ პრობლემებზე. ამიტომ ის დგას ასეთ დღის წესში, ამიტომაც არის რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის გამოაცხადა დედათა და ბავშვთა დღედ. თუ შეხედავთ როგორც ქვეყნის განვითარებას, ერთ-ერთი ინდიკატორად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორად, ესეც იცვლება, თქვათ, ქვეყნის მთლიანობაში, ქვეყნის შეფასების ბევრი ინდიკატორებს შორის, არა მარტო თქვათ ეკონომიკური, არამედ ჯანდაცვითი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი წარმოადგენს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები, ისე როგორც ახლაშობილთა, ასევე დედათა სიკვდილობა. ამიტომ კიდევ გამეორდები, ეს არის მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომაცაა, რომ ალბათ აი ყველა ქვეყანას განვითარების ეტაპების და განვითარების დონის მიუხედავად ყოველთვის აღებინებენ მონაწილეობას და ადებინებენ გარკვეულ ვალდებულებებს საერთაშორისო დონეზე. და საქართველოს სასაკვირველია მიერთებული ამ ვალდებულებებს და თქვენ ხართ საქმის ხორში რომ ისე განათლების განვითარების მიზნების მეოთხე და მეხუთე თავი პირდაპირ ეძღვნება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას და ამავდროულად მდგრადი განვითარების მეხუთე თავი მთლიანად ეძღვნება აი ამ უმნიშვნელოვანეს თემას. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამ გადაცემაში, რომ რასაკვირველია ძალიან სენსიტიურია ბავშვი და დედა, ორივე თქო ძალიან საყვარელია, ერთის მხრივ ძალიან საპატიოა, დედა მithumetes ორსული და მეორე ბავშვი ძალიან საყვარელი და სათუთია, მაგრამ ეს თემა თქო განსაკუთრებული პრიორიტეტი არა იმის გამო, რომ ორსაყვარელ ადამიანზე ვლაპარაკობთ. ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსავლელია რასაკვირველია, მაგრამ ქვეყანა
ქვეყნის ვთქვათ აი ჯანდაცვის სისტემის სიმძლავრის ინდიკატორად, იმიტომ აღებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ინდიკატორები, ანუ დედათა სიკვდილობა ბავშვ თქვენ არ შევთ ახსენეთ ახლა რამდენი ბავშვი იყვება, რამდენი დედათა სიკვდილობა, ბავშვთა სიკვდილობა, განსაკუთრებით ნეონატალური სიკვდილობა პირველი 27 დღის განმავლობაში და მკრაჩობადობა, მხოლოდ იმიტომ რომ ესენი არ არიან პაციენტები, ესენი არ არიან ავადმყოფი ადამიანები, აქ ლაპარაკია აბსოლუტურად ჯანმრთელ ქალზე, რომელიც ელოდება ჯანმრთელ ახალშობილს და თუ ამ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანების მენთვალ ყურებას ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს ჯანდაცვის სისტემა, ან ძალიან სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვს. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი გახლავთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ თუ ჯანმრთელი ადამიანებისგან არ შედგება საზოგადოება, ასეთ ქვეყანას განვითარება უჭირს, იმიტომ რომ ავადმყოფი ადამიანები და მით უმეტეს დაბადებიდან ავადმყოფი ადამიანები ტვირთი ქვეყნისთვის და ის ძვირად შესანახი და ნაკლებად პროდუქციულია, რაც პირიქითაა თუ ჯანმრთელი მოსახლეობა მოდის, ამიტომ რომ მთელი რესურსი გადატანილი უნდა იყოს, იმიტომ უნდა შორეული პერსპექტივა, რომ დაიბადოს ჯანმრთელი ახალშობილი, ჯანმრთელი ბავშვი. და აი აქ მე მივდივარ მეორე უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, იმიტომ რომ თქვენი თველი ბიოგრაფია უკავშირდება პირველი ის, რომ თქვენ აირჩიეთ პედიატრია, თქვენს ძირითად პროფესია და ექიმი პედიატრი ბრძანდებით და გაქვთ ამავდროულად ძალიან საინტერესო გზა გავლილი ჩვეულებრივი ვთქვათ მოქმედი ექიმისგან, რა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯანდაცვის ორგანიზატორმა იცოდეთ, იმიტომ რომ როცა შიგნიდან იცი რა უჭირს ექიმს და ტკივა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად თქვენ იყავით ჰოსპიტალური მენეჯერი, რაც ძალიან დიდი დეფიციტია დღეს და ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოუდგენელია, რაგიც ორი პოლიტიკა გაატარო, თუ ჰოსპიტალური მენეჯერი არ არის განათლებული და მას არ ესმის, ვთქვათ როგორ შეიძლება იყოს ნაკლები დანახარჯით საუკეთესო გამოსავალი და დიდი შემოსავალი თუ ეს იქნება ბიზნესი. აი ამ თვალთახედვით თქვენი გზა, ეს პირველი ნაწილი თქვენი ცხოვრების და ეხლა უკვე რასაპირებთ მომავალში შემდეგ კითხვებში ეს მინდა გავაშვერო. პედიატრია და ბავშვები ნახოთ ჩემი განსაკუთრებული ასე ვთქვათ მიმართულება და განსაკუთრებული სუსტი წერტილი ასე ვთქვათ. ყველას ხოჭოთ მე იმიტომ ვერ ავირჩიე პედიატრია, რომ ბავშვთან ვიკარგები როგორც ექიმი, აბსოლუტურად აი განიარაღებული ვარ ბავშვი როცა ავადობს ძალიან ცუდად ვხდები. ზუსტად ჩემზეც ესე იმოქმედა, ძალიან გრძნობიარე აღმოჩნდი ბავშვების მიმართ და მე ვერ გავაგრძელე პედიატრად ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა და დიდების ნევროლოგიაში გააკეთეთ მე კვალიფიკაცია და მე პრაქტიკა მქონდა როგორც დიდების ნევროლოგი. მაგრამ როცა ესე მოხდა, რომ ერთმა მაინც დამაბრუნა პედიატრიაში, მე მას შემდეგ რაც სამედიცინო პრაქტიკას ჩამოშორდი და ავირჩიე ჯანდაცვის ორგანიზაციაში დასვლა, მაგისტრატურა გავაკეთე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და მე მაინც დაუბრუნდი, აღმოჩნდა ისე, რომ მოვხდი იაშვილის კლინიკაში დირექტორად და იქ მუშაობდი დაახლოებით 7 წელი. მე მახსოვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია იაშვილის ფაულტის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა იქ. და შემდგომ ვიყავი მუდმივად რაღაცა ამ ჯანდაცვის ორგანიზაციაში, კერძო სტრუქტურებში, სხვა ზომის კლინიკებს მართავდი. მქონდა საკონსულტაციო საქმიანობა ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციაში, სოფლიო ბანკში და ასე შემდეგ. და ნუ საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ეხლა ვარ ექსაც ვარ. ძალიან საინტერესოა, არასოდეს არ ყოფილვარ საჯარო სამსახურში პირველი არის ჩემთვის და ძალიან საინტერესოა. მე მახსოვდა რომ ხარ იყო მეტყვი იმდენი ხანია მე თქვენ უკვე გიცნობთ და თვალყურს ვადევნოთ თქვენ კარიერას, ახლა მე მეჩვენებოდა რომ იმიტომ რატომ მახსოვდა, იცით რომ თქვენ იყავით სამინისტროს ექსპერტი, კი, საერთაშორისო ექსპერტები გვეხმარებოდნენ ჩვენ პოლიტიკის განსაზღვრავში, თქვენ აი ჯგუფში მუშაობდით და რატომ მახსოვდა რომ სამინისტროში მუშაობდით. სამინისტროში არასოდეს არ მუშაობ, გეუბნებთ საჯარო სტრუქტურებში არასოდეს არ ყოფილა. პირველი ასე ვთქვათ ახალი გამოცდილება ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, უამრავი გამოწვევა, უამრავი საინტერესო პროექტი ინერგება, ძალიან ბევრი რეფორმას ეყრება საფუძველი, ჩაეყარა და ეხლაც ეყრება საფუძველი. და მნიშვნელოვანია რომ ეს რეფორმები განხორციელდეს. და მას სჭირდება ხელშეწყობა, მას სჭირდება ძალიან სერიოზული დახმარება, გვერდში დგომა, როგორც და მას ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს, როგორც ვიცით, ჩვენ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სტეიქჰოლდერი
ფლობელი გარკვეულწილად, როგორც კერძო სექტორი, ისე სამედიცინო საზოგადოება, ისე სადაზღვეო სექტორი, ისე რა თქმა უნდა მთავრობა და მოსახლეობა. უნდა მიიღოს ეს რეფორმები გაგებით და უნდა მოეკიდონ ამას სწორად. ყოველთვის რეფორმები და ცვლილებები ყოველთვის დაკავშირებული არის ხოლმე სტრესთან, დაკავშირებულია იმუნური აბერაცია, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად, დაკავშირებულია გარკვეულ შიშებთან და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა დავარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველა ეს რეფორმა, რომელიც ჩაფიქრებულია და რომელიც იღებს ახლა სტარტს, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის, მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის, ეს არის ყველაფერი მოსახლეობის სასიკეთოდ განსაზღვრული. ნამდვილად ასე უნდა იყოს. თქვენ ახსენეთ, რომ ესე იგი საზოგადო ჯანდაცვის მხრივ განათლება გაერათ უცხოეთში და მე ვიცი, რომ ეს იყო ისრაელი. და ისრაელი ხშირად მომყავს, თუნდაც ვამბობ ხოლმე, რომ ყველა ქვეყნისგან არ შეიძლება აიღო მაგალითი. და მათ შორის წარმატებული ქვეყნებისგანაც ვერ აიღო მაგალითი უცებ, იმიტომ რომ სკანდინავიის ქვეყნები მოგხსენებათ ბოლო 100 წლის განმავლობაში დგას ერთ სიმაღლეზე და ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სექტორს ხარისხობრივი გაუმჯობესება არ ჭირდება. სწორედ მონიტორინგი ჭირდება იმისათვის, რომ იდგეს იმ სიმაღლეზე, როგორც დგას, იმიტომ რომ მათ აქვთ უნივერსალური ხელმისაწვდომობა ფინანსურიც, ასე ვთქვათ, ხარისხობრივიც და ყველანაირი მისაწვდომობა შეიძლება იყოს და ადამიანი დგას ცენტრში, არა მარტო სამედიცინო მომსახურების, არამედ სოციალური და მრავალი თვალსაზრისით. დიდ რარი ქვეყნებია წარმატებული, რაღაც უცნაურად მოწყობილი ადამიანზე, ასე ვთქვათ, მოსაფერებლად და საპატრონოდ. ამიტომ მიჭირს ხოლმე თქვათ, რომ ეს შეიძლება საქართველოს უცებ გაიზიაროს სკანდინავიის ქვეყნის მაგალითი ვერ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ვერც კი გასწავლიან ბოლოს როდის გავითარდნენ მოკლე დროში დიდი ნაბიჯით წინ. თქვენ ახლა არაჩვეულებრივ ქვეყანაში მიიღეთ ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლება და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოდელია, იმიტომ რომ ისრაელი მაგალითი, ისევე როგორც იაპონია, ძალიან მოკლე დროში მომენტალურად, აი ძალიან თავბრუ დამხვევი წარმატება და მოკლე დროში საუკეთესო სისტემის შექმნის მაგალითია. ჩვენ გვჭირდება ზუსტად ეს მოდელი, იმიტომ რომ ჩვენ დრო ბევრი არ გვაქვს, 100 წელი ვერ დაველოდებით განვითარებას, გვჭირდება რაღაც ისეთი ჩქარი პროექტების განვითარება, რომელიც ძალიან სწრაფად მიგვიყვანს მაღალი ხარისხის სამედიცინო ჯანდაცვასთან. აი თქვენ როგორ ხედავთ ახლა უცეცხლოს პირველად მომწანდით სამინისტროში სულ რამდენიმე დღეა და შეიძლება ძალიან სწრაფია ეს შეკითხვა შემდგარ, მაგრამ პირველი შეხედულება, აი თქვათ რაც გადახედეთ ახლა თქვენ როგორც მოქალაქე და ადამიანი, რომელიც ამავე სფეროში მუშაობდით, გვერდიდანაც ხედავდით პრობლემებს და არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჯანდაცვის სისტემასთან შეხება არ აქვს, როგორც პაციენტს, ანუ ოჯახის წევრი ეხება, თქვათ თქვენ ხედავთ აი რა სისუსტეები არსებობს, აი ეხლა უკვე როდესაც კაბინეტში სიხართ და უკვე როგორც უმაღლესი თქვათ რანგის მენეჯერი უყურებთ ამ სისტემას, რას ხედავთ, აი რა პოზიტივები გაგვაჩნია და საით შეიძლება წავიდეთ. მე ხშირად ამბობ ხოლმე კიდევ მეორე შეუძლებელია დიდი ნაბიჯებითია, რომ ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ძალიან სწორად გაანალიზებული და მორგებული რეალობაზე, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოვა. აი რას ხედავთ დღეს თქვენ, აი რა განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს თუ სისუსტეებს თუ ძლიერ მხარე. ანუ ყოველივე იქნება რასაკვირველი, იქნება სუსტი მხარეებიც, იქნება რაღაც ძლიერი მხარეებიც, რაც დაგვხვდა და ეს როგორ აპირებთ თქვა, რას ხედავთ აი დღეს? ძლიერ მხარეებიდან გამოვყოფთ იმას, რომ არის სწორი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს, რა უნდა შეიცვალოს, როგორი სახის რეფორმები უნდა სკონდეს, როგორი სახის რეფორმებს უნდა კონდეს ადგილი მომავალში. აქცენტები სწორად არის გაკეთებული, სწორი პრიორიტეტებია ჩამოყალიბებული. რაც არის სუსტი მხარეები, ხა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ამას, იქ მისვლა და იქ ყოფნა არ ჭირდება, ეს ჩანს, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა პირველად ჯანდაცვის კუთხით და თუ პირველად ჯანდაცვა არ არის მყარი, მინდა გითხრათ, რომ პირველად ჯანდაცვა მოიაზრება როგორც ხერხემალი ჯანდაცვის სისტემის. თუ ის არ არის გამართული, მაშინ ძალიან რთულია, რომ მართო მოსახლეობის ძირითადი ბაზისური, ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე საჭირო მდგომარეობები, მათ შორის აწარმოო-დროული სკრინინგი, იმუნიზაცია, მოცვა მოსახლეობის, სამედიცინო მოსახლეობის განათლება ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით. და ეს არის პირველი ხაზი, რომელიც ხდება მოსახლეობას ყველაზე მეტად მათ იციან, თქვათ ის გასაჭირები, რაც არის მოსახლეობაში. ისედაც კვლევებმა უჩვენებთ დაახლოებით მოსახლეობის ჯანმრთელობითი საჭიროებების დაახლოებით 80%, ეს არის პირველად ჯანდაცვის დონეზე, მხოლოდ 20% არის ჰოსპიტალურ
შემთხვევაში. ჩვენთან მოსახლეობა 80% შემთხვევაში მიდის ჰოსპიტალში და მხოლოდ 20%-ში ან კიდევ უფრო ნაკლებში ხდება პირველად ჯანდაცვაში, რაც იწვევს იმას, რომ ეს არის ზედმეტად დახარჯული თანხა, იმიტომ რომ გასაგებია ჰოსპიტალური სერვისები ძვირია, გაცილებით ძვირია ვიდრე პირველად ჯანდაცვის. და იმის გამო რომ თავის დროზე არ არის ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებები, პირველადი, მეორადი პროფილაქტიკური ძიება, პაციენტები ხვდებიან უკვე ჰოსპიტალურ სერვისების მისაღებად, მას უკვე ესაჭიროებათ ჰოსპიტალური სერვისები. არის დაგვიანებული შემთხვევები იმის გამო რომ არ არის ადრეული აღმოჩენა და შესაბამისად ადრეული ინტერვენცია. ეს ყველაფერი მხრებზე აწვევა როგორც ერთის მხრივ გამოსავლის თვალსაზრისით მოსახლეობას, სიცოცხლის ხარისხის გაუარესებით, შემდგომი თქვათ ინვალიდიზაციით და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გარდა ეს მხრებზე აწვევა სახელმწიფოს როგორც დიდი ეკონომიკური და ფინანსური ტვირთი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით განვითარება. ეს ერთი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. რაზეც როგორც მოგახსენეთ, უკვე რეფორმირება, უკვე იწყება რაღაც პირველი ნაბიჯები ძალიან სწრაფად დაიწყება ალბათ პილოტური პროექტი ამასთან დაკავშირებით და ძალიან მალე მოხდება განვითარება. თუმცა რაღაცა ნაბიჯები უკვე გადადგმული არის. მეორე ალბათ მე ვიტყოდი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის რომ არ ხდება სათანადოდ არ ხდება რიგ შემთხვევაში ყველას არ ეხება ყველა ჰოსპიტალს და კლიენტელ ჰოსპიტალურ სექტორს, მაგრამ არ ხდება შეფასება და შემოწმება გაზომვა და დღეს მედიცინა წარმოუდგენელია და მე სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე რომ ჯანდაცვა ეს არის აბსოლუტურად გაზომვადი მათემატიკური მეცნიერებასთან მიახლოებული, იმიტომ რომ ნებისმიერი რამის გაზომვა არის შესაძლებელი. არ ხდება გაზომვა იმისი თუ შესაბამისი ინდიკატორებით, შესაბამისი საზომი საშუალებებით თუ როგორია სტრუქტურა, როგორია პროცესი, როგორ მიმდინარეობს კურნალობის, თუ ჩარევის, სხვა ჩარევის და როგორია შედეგები. ასეთ პირობებში ჩვენ ყიდულობთ პროდუქტს, რომელიც არ შეგვიძლია შევაფასოთ. და ამაში ვიხდით ძალიან დიდ ფულს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხის გაუმჯობესება ამ კუთხით, რომ ჩვენ შეგვეძლოს შევაფასოთ ამ პროდუქტის ღირებულება, მისი თუ რამდენად კარგი პროდუქტი შევიძინეთ და რამდენად კარგად მუშაობს ეს პროდუქტი და რამდენად კარგი გამოსავალები მივიღეთ რამდენად შეამსუბუქა ტვირთია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამას ეს ხარისხი არის ერთი იმდენად ხშირად ეს კლიშესავით გახდა იმდენად ხშირად მოხმარებადი რომ სამწუხაროდ არა ვარ დარწმუნებული რომ ყველას კარგად აქვს აღქმული ეს რას ნიშნავს. რამდენი კომპონენტისგან შედგება და რამდენი და არა მარტო ჯანდაცვისგან. რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი თქვათ აუცილებელი ნაწილი ამ ხარისხის მიმართებაში და იმისაც რომ ჩვენ შეგვეძლოს რომ ეს ინსტრუმენტები დავნერგოთ, საზომი ინსტრუმენტები დავნერგოთ როგორც საჭირო არის გახლავთ საინფორმაციო სისტემები. ესეთი საინფორმაციო სისტემა, რომელსაც შეიძლება დაერქნო, იყოს ვალიდური და სანდო. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც უნდა იყოს გადაწყვეტილი და მოგვარებული. გარდა ამისა, რა ვიცი, არის ძალიან ბევრი კიდე მიმართულებები, თქვათ, მე არ ვიტყვი რომ არაფერი არ იზომება ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ალბათ თეატრ და ბავშვთა კუთხით ეს ხდება და ჩვენ ვაკვირდებით ამ კრიტერიუმებით, რომ სიტუაცია უმჯობესდება. თუმცა ასევე გამოწვევა არის ერთი რომ შობადობა კლებულობს და ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საზრუნავი არა მარტო თქვა ჯანდაცვის მესეურების არამედ მთლიანად მთელი ქვეყნის ახლა ჩვენ ესეთ მცირე რიცხოვან მოსახლეობის კიდე შემცირება შობადობის ძალიან შეიძლება აისახოს. ამიტომ ესეთი საზრუნავია საერთო. მინდა გითხრათ რომ მთლიანობაში ალბათ არა მარტო ჯანდაცვის ძალიან ბევრი ის გამოწვევა რომელიც არის ჯანდაცვაში ეს არის რაღაცა ესეთი მულტისექტორული პრობლემა და გადასაჭრელი მათ შორის არის კლიმატის ცვლილებები რომელიც ზემოქმედებს ძალიან სერიოზულად პაციენტებზე ეს არის სხვა
ასე ვთქვათ, ინფორმაციები, რომელთაც იხუნძლება მოსახლეობა და ნეგატივ სტრესშია, ესეთი რაღაცები არის ძალიან ბევრი. მაგრამ მრავალმხრივი ჩართულობა ჭირდება. ამიტომ არის ერთობლივი ძალისხმევა ბევრ შემთხვევაში საჭირო. კი, მთავარი უბრალოდ პრიორიტეტები ძალიან სწორად დაისახოს და აბიჯებიც ესე სწორად. ყველაფერს ერთდროულად, რა თქმა უნდა, ვერ რთულია ყველაფერს ერთდროულად გადაწყვეტა, ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ შეუძლებელია. ასაკურველი ნამდვილად ასეა. თქვენ ესე იგი ჩვენ კიდევ ისრაელის მინდა დავუბრუნდეთ, თქვენ ბრძანეთ, რომ დედათა ბავშვთა ჯანმრთელობაში მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ერთგვარად რაღაც მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომ სისტემა მეტნაკლებად მოწესრიგებული, დათვლილი და გაზომილი იყოს, თუნდაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, თუმცა კი სამედიცინო მომსახურების ხარისხი ჩვენ თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ბევრი კომპონენტისაგან შედგება და მარტო სტრუქტურული ცვლილებები ამას ვერ გააკეთეს, მაგრამ მაინც მინდა ხართ თუ არა თქვენ ახლა საქმის ყურში უკვე რომ ესე იგი ისრაელმა ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელა საქართველოში პერინატალური რეგიონალიზაციის კუთხით და იქ პირველად ჯანდაცვის ნაწილიც მომული აქვს, ასე ვთქვათ, დათვლილი და გაზომილია, თუმცა კი კიდევ მეორე თუ მთლიანად სისტემურად პირველად ჯანდაცვა არ გადაწყდა, ძალიან ძნელია ერთი მიმართულების, ასე ვთქვათ, თლათ მაღალი ხარისხის ფორმაში მოყვანა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პროექტს ვიწყებდით ამ ისრაელის კოლეგებთან ერთად, ისინი ამბობდნენ, რომ მთელი ენთუზიაზმით ვიქნებით ჩართული, იმიტომ რომ რაც არ არსებობს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა, აი თუ გამოგვივალ და ეს ყორდეს 8 წელს. როცა პირველად მათ შეაფასეს ჩვენთან ერთად შემოერთა საქართველო, აინტერესებდათ, რომ შესაძლებელია თუ არა ეს უსისტემო რაღაც თავისით არსებობს თქვენ ჯანდაცვის სისტემა უგეურებოდნენ, თუ შეიძლება და თქვენ ხედავთ თუ არა, ეხლა უკვე კიდევ მეორე დიდი ხანი არა, ძალიან ადრე ვსვამ ამ შეკითხვებს თქვენთან, მაგრამ მაინც თუ აშორიდან თუ ხედავდით აი ამას როგორც ექსპერტი ჯანდაცვის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ 2014 წლიდან ვახორციელებთ ამ პროგრამას და ვცდილობთ რომ მეტნაკლებად სისტემურად გავაჯანსაღოთ აი ეს ყველაზე სენსიტიური და მნიშვნელოვანი სფერო. კი, საქმის კურსში ვარ, ვაკვირდებოდი კიდევაც ამ ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია და ამან ალბათ კი დარწმუნებული იმოქმედა იმ მაჩვენებლებზე, გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე, რომელიც გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო პროექტი იწერება. ძალიან საოცია სამინისტროში იმდენი საინტერესო პროექტია, მაგრამ ერთ-ერთი ალბათ გამოწვევა ეს არის, რომ ძალიან ბევრი არ არის ინტეგრირებული და აღსრულებული. დიახ. ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. თქვენ ახსენეთ, რომ ციტrat მარტო პირველადი ჯანდაცვა ესე ცალკე ეს არ არის, ეს თუ არ არის რაღაცნაირად ინტეგრირებული ასევე მეორად, მესამეულ ჯანდაცვასთან და ასე შემდეგ, მაგალითად ბავშვთა პირველადი ჯანდაცვა თუ არ არის ის იგივე დაკავშირებული ამ სამშობიარო სახლთან, სამშობიარო სახლი მე უწყვეტობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მედიცინაში და ჯანდაცვაში მთლიანად. იქნება ძალიან რთული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს უწყვეტობა უზრუნველყოს, მაგალითად, როცა ბავშვი გაეწერება სამშობიარო სახლიდან, ის მიმართული იყოს პედიატრიულ კლინიკაში, იმისათვის რომ მე მომავალში მოხდეს მისი შეფასება, არა მარტო და ბავშვი არ მიდიოდეს თქვათ კლინიკაში, პედიატრიულ კლინიკაში პედიატრთან, მარტო მაშინ როცა სიცხე ექნება ან დაახველეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელი ბავშვის შეფასებები პერიოდული, უკავშირი კლინიკებთან, უკავშირი პედიატრებთან უბნის და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს რა ბავშვობაში როგორ დადიოდნენ პედიატრები და სახლში მოდიოდნენ თუ ჩვენ არ მივდიოდით და ასე შემდეგ. თქვათ იგივე ის მომენტი რომ თქვათ ბევრ მშობელს დღეს ბევრი მშობელი დაკავებულია, არცალია და ასე შემდეგ და ავიწყდება ხოლმე იმუნიზაციის გეგმიური იმუნიზაციის მე სკოლაში მახსოვს რომ შემოდიოდნენ კანკალი გვეწყებოდა ეს იმუნიზაცია არ შეამონებდა მაგრამ დადიოდნენ იქაც ხო მოდიოდნენ ამიტომ აი ესეთი სისტემების აწყობა ესეთი ურთიერთკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ძალას 95% ჰოსპიტალების არის კერძო ეს არის ყველაზე დიდი ხემსმინო და მომდენო შეკითხვა. ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რაშიც ვერ მოგვეხმარება საერთაშორისო სტანდარტი. ხო, იცით რა შესაქმე თუ არის კარგად დარეგულირებული, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს 95 ცოტა ბევრი
ბევრი მეჩვენება, საერთოდ ბევრი მეჩვენება საავადმყოფოებს რაოდენობა საქართველოში. ეს ძალკე აქაც ფორმულებია, ხო, რამდენი 1000 მოსახლეზე თქვა, აი, რამდენი უნდა იყოს საჭიროება იმისათვის, რომ თქვა, ისრაელი თქვენ ახსენეთ ბევრჯერ, მაგალითად ისრაელში წარმოუდგენელია მაღალ ტექნოლოგიურ, რომც გაჩუქონ. ჩემი სწავლის პერიოდში ერთმა ძალიან მდიდარი, თქვენ იცით, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი იყავთ მათ გულშემატკივარი მთელ სოფლიოში. ერთმა მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მაშინ იმ დროისთვის რაღაცა ძალიან მაღალ ტექნოლოგიური მაგნიტორეზონანსული აპარატი ეჩუქებინა და სახელმთავრობო უთხრა, რომ არა, თუ რა აღჭირდება. და ეს რაც არ არის საჭირო, ისიც იწვევს მე ზედმეტ მოხმარებად, რაც ჩნდება, ხო იცით როგორ არის მედიცინაში, რაც ჩნდება მე მისი მოხმარება იწყება ხოლმე. ამიტომ ყველა ფორმულა არსებობს, რა ჭირდება მოსახლეობას, რა არის ეს ოპტიმალური პლუს რაღაცა რაოდენობა და არა გადაჭარბება. თუმცა გადაჭარბებული მოწოდება ქმნის გადაჭარბებულ მოხმარებას და ამიტომ ეს არ არის. ამიტომ ითვლება 1000 ადამიანზე რამდენი საწოლი უნდა იყოს, როგორი ხარისხით სახის ეს. მაგრამ ყველაფერი ამის დარეგულირება არის შესაძლებელი. მე არა ვარ დიდად მომხრე ყველაფერი მაინც რეგულირების იმაში გაატარო და უნდა რაღაცები ალბათ თვითონაც ესმოდეთ კლინიკის მესვეურებს რომ მაგრამ თუ ამას მარტო როგორც ბიზნესი ისე მიუდგები რა თქმა უნდა პრობლემები იქნება. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს სახელმწიფო და კერძო ურთიერთობების დარეგულირება და კარგად მორგება ერთმანეთში შესაძლებელია. რა პროცენტული გადანაწილებაც არ უნდა იყოს სინამდვილეში. თუმცა ვფიქრობ რომ უნდა იყოს მაინც ალბათ მძლავრი მუნიციპალური თუ სხვა ტიპის საავადმყოფოები, რომლებიც სახელმწიფო დაქვემდებარების, რომელიც მიიღებდა ესეთ მძიმე პაციენტებს, რომელსაც სხვა კლინიკები არ იღებენ ხოლმე, მათ შორის უმწეოებს, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიას, რთულ შემთხვევებს. აი მედიცინაში არის ძალიან მომგებიანი და ძალიან არამომგებიანი სერვისები და სწორედ ეს კერძო სტრუქტურა ქმნის იმ საშიშროებას, რაც ჩვენი უცხოელი კოლეგები შეგვეუბნებიან, რომ ფრაგმენტირებული სერვისები გექნებათ და გაგიჭირდებათ აი ამ არამომგებიანი სერვისების ფუნქციონირება და ეს რეალურად ხანდახან ჩანს ხოლმე კიდეც აი თქვა. თქო, ინტერესი არ არის თქვა ხშირ შემთხვევაში თუ არ დაავალდებულებ, რო თქვა ესეთი სერვისები და ეს არის რეგულაციის მექანიზმი უნდა ინსტრუმენტი გამოიყენო ყველა შემთხვევაში. მაგრამ ამას დიდი ენთუზიაზმით რა თქმა უნდა ისინი არ ხვდებიან. და გასაგებია ხეს კერძო სექტორია, ბიზნესია და მათ თავისი ინტერესია. ამიტომ უნდა მოხდეს თქვა ასეთი ურთიერთობების რაღაცნაირად დაალაგება. და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ესეთი პარტნიორ კერძო და სახელმწიფოს პარტნიორობების, წარმატებული პარტნიორობის მაგალითი. ვფიქრობ, რომ ესაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეხლა რო ახსენე ეს სახელმწიფო კლინიკები, ესეთი კლინიკები არის როგორც ეს ძალიან დიდი საუნივერსიტეტო ტიპის და ეს ასევე არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კერძო კლინიკას და კერძო კლინიკაში მომუშავე ექიმს იმის დრო არ აქვს, რო თქვა ეს რეზიდენტებს მიხედოს და ასწავლოს მათ და პრაქტიკული ნუ ზვირი ჭდება მერე. ესეც 1 საათი ესეც და მთელ სოფლიოში იგივე ისრაელში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში უზარმაზარი ესეთი სახელმწიფო კლინიკები 1000 საწოლენ და სავსეა ამ რეზიდენტებით ისინი მუშაობენ აქტიურად, სწავლობენ უამრავს და იქ იმიტომ რომ სწორედ რატო არის საინტერესო სტუდენტებისთვისაც, იმიტომ რომ იქ ხდება ყველაზე რთული შემთხვევები. გასაკვირველია. და ამიტომ ეს არის კარგი მაგალითი. სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესაძლებელია, როდესაც იციან რომ სახელმწიფოს არ აქვს ალტერნატიული სერვისის განხორციელების უნარი, ხშირად პოლიტიკის ასე ვთქვათ, გარედან კარნახის შესაძლებლობას უტოვებ, იმიტომ რომ შენ სერვისის გარეშე შეიძლება დარჩე თუ ერთად გადაწყვეტეს რომ რაღაცაში გაგეციონ წინააღმდეგობა. ამიტომ ყოველთვის ბალანსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან საინტერესო შეკითხვა მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ თქვენ ჰოსპიტალური მენეჯერი ბრძანდებოდ როგორც მე მახსოვს სინა ხელისუფლების დროს. მე მაშინ გახდეთ სახელმწიფო მოხელე და ზუსტად ვიცი რა წირი იყო დაფინანსება ჯანდაცვის სექტორში. ეს მე მახსოვს ძალიან მწარედ, იმიტომ რომ მაშინაც დედათა და ბავშვთა სამსახურში გახდით და ზუსტად ვიცოდი რა თანხა იყო ჩადებული. 300 მილიონს არასოდეს არ აღემატებოდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და 3 მილიარდს ამის გადააჭარბოს ამ ჩვენმა ბიუჯეტმა დღევანდელი მონაცემებით.
თლიანად ხო სოციალური ჩართულით და შენობები. ჯანდაცვის ნაწილს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხო? კი, 4-5ჯერ. თქვენ ახლა ხო დიახდი და აქედან გამომდინარე რის თქმა მინდა თქვენ მაშინ როდესაც ეხავით ჰოსპიტალურ მენეჯერი და ახლა ამ გადასახედიდან სირთულები რომელიც გქონდათ თქვენ და როგორ უმკლავდებოდით მაშინ ამას და რა სახერხებდით და რა შეიძლება რომ დღეს გაკეთდეს იმ დაფინანსების პირობებში რაც დღეს უკვე არსებობს ჯანდაცვის სისტემაში. რა თქმა უნდა ეს არის სადა დედამიწა, იმიტომ რომ მაშინ ნორმალურად ხელფას ვერ გაცემდი, რაღაცა ჩავარდნები გქონდა ხოლმე პერიოდულად, ახალი სერვისების შემოტანა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო წარმოუდგენლად რთული და პრაქტიკულად რიგ შემთხვევაში შეუძლებელი. мотивация ექიმების იყო, მიდიოდა უფრო ქვევით. ამიტომ ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, ეს გარემო, რაშიც გვიწევდა მუშაობა. ნეონატალური კრიტიკული საწოლი ქონდა 14 სამ კლინიკაში, წარმოიდგინეთ 14, დღეს 300-ია და ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაფინანსება გაჩნდა და რაღაცა, მაგრამ ესეც ეხა მივდიოდი მე რომ ესე იგი 14 საწოლი იყო და გვდებოდით დარდით რომ შეიძლება და ბავშვის სერვისის გარეშე გარდაცვლილი იყო და ეხა ვიცახი ხოლმე რომ ჯანმრთელი ბავშვები გადასარჩენინ რომ არ შეავსონ უკვე გაკეთებული ძვირადღირებული საწოლები რომ ტყუილად არ მოხდნენ. აი ამიტომაა რომ იმ შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც ხარისხის მონიტორინგი და თვალა და თვალყურის დევნება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად და ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების მეთოდოლოგია. იმ დაფინანსების მეთოდოლოგია ქმნის სტიმულს იმისათვის რომ მოხდეს ჭარბმოხმარება სამედიცინო სერვისების. აი ამას შესაძლოა. სადაც ბევრი ფული ჭდება. თუ ამისი კონტროლი არ ხდება, მაშინ რა თქმა უნდა ეს იქნება მუდმივად მზარდი და ამას მიყვება სერვისების რაოდენობა, ბიუჯეტის გაზდას მიყვება სერვისების მომატება და ასევე პაციენტების რაოდენობის მატება და ასე შემდეგ. და შეიძლება სულაც ვერ მიიღო, თქვათ ის შედეგები, რომელიც რასაც ელოდები რეალურად. იმიტომ რომ მაგას ვთქვათ, დიდი ფულის შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმარებას და სწორ მონიტორინგს. მე ხშირად თუ ამბობ ხოლმე, როდესაც ვთქვათ თქვენ საქმის კურსში რომ მე თვითონ კვარტალურ და წლიურ ანალიზებს მოდივად ვაკეთებ და ვეუბნები ხოლმე ხშირად ჩემ კოლეგებს რომ ხوار შეიძლება რომ ვთქვათ ის რაც 0.4%-ია ვთქვათ პირის სახით წინდებარეობა სხვა ქვეყნებში ჩვენთან იყო 10-ჯერ მეტი. ხო წარმოუდგენელია ეს ამბავი, როდესაც რაღაც გადაუდებელს წერა არასწორად და შესაბამისად უკვე არასწორად გაწერილი, ვთქვათ, სტატისტიკური მონაცემები სწორად ვერ დათვლილი გაძლევს ძალიან ბევრ შეცდომას, ხომ ასეა? და ამაზე ვერ ააგებ შემდეგ სწორ პოლიტიკას, აი ამაშია საქმე და ეს ქმნის დამატებით პრობლემებს და გადაწყვეტილების მიღებაში ვერ ძალიან დიდია ესეთი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებები რიცხვი სამწუხაროდ. საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ ძალიან ვამაყობ ამ საყოველთაო ჯანდაცვით, იმიტომ რომ უამრავ ხალხს მოეხსნა უზარმაზარი თუ ერთი მოეხსნა კატასტროფული დანახარჯები რის გამოც სახლის, რა ვიცი, კარმიდამოს გაყიდვა უწევდათ, როგორც კი დგებოდა სამედიცინო შემთხვევა. ეს პრობლემა მოხსნილია პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა არის მოცული. სხვადასხვა. აქ ხარისხი მეორე საკითხია, მაგრამ თვითონ თავისთავად ეს ფინანსური თვირთი მოხსნილია. ასევე მოიხსნა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯიბიდან გადახდების პროცენტი. საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ასე ვთქვათ, ნეგატიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჯიბიდან გადახდის ნაწილი ეს კატასტროფული ციფრები ჰქონდა. მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა ამოცანად გასს ისევე, რომ კიდევ უფრო შემცირდეს. ასე რომ თუ არ ხდება ისა და ისე უბრუნდებით ამ მონიტორინგს და თვალს ამ ყველაფრის ძალიან რთულია რომ ამას მიადევნონ. იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშე, რომელიც ეცდება რომ მაგალითია როგორც კი საყოველთაო ჯანდაცვა და ამუშავდა და დაიწყო და ახლობით 300%-ით გაიზარდა აპენდექტომიების რაოდენობა. საფრთხეა, წარმოუდგენელი. სტენტების რაოდენობა. თუ შეიძლება ხოლმე რომ ამიტომ დაფინანსების მოდელი როგორი უნდა იყოს, რომ თქვათ გაუჩინოს სტიმული იმისა, რომ თქვათ ნაკლები მოხმარება განახორციელოს სამედიცინო სერვისებში. აქ თქვენ სწორად ბრძანეთ, როცა ჩვენ გაგცემს დასაწყისში თქვენ ძალიან თქვენ რომ
პირველად ჯანდაცვის გაძლიერებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და აქ კი შეიძლება რომ გავიმეოროთ ჩვენ თქვა სკანდინავიის მოდელი დაფინანსების, როდესაც თქვა პირველად ჯანდაცვა და სტაციონარი ერთად იღებს გლობალურ დაფინანსებას და თუ თქვა ბონუსი იმ ხარისაა რომ არ დაჭირდა ბევრჯერ სტაციონარი, პირველად ჯანდაცვის ექიმები არიან ფინანსურად ძალიან წელში გამართულები და ცოტა ეს შეიძლება ნამდვილად რომ გავიმეოროთ და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი ჩვენთვის. და რაც ყველაზე მთავარია, ხშირად ვამბობ, რომ არ შეიძლება საქართველოს არ არის ესეთი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული თავისი ასე ვთქვათ სტრუქტურულად არ შეიძლება იყოს სხვაგვარი მოწყობა, არის ერთი საერთო ფორმულა, რაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენც ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიომ და ამ ნაწილში ალბათ უნდა შევთანხმდეთ და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თქვენ დასაწყისში ბრძანეთ, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ არ შეიძლება გადმოღება რომელიმე მოდელის ესე პირდაპირ. ამას კიდე ერთი დამატებითი გარემოება, რის გამოც არ შეიძლება. ეს არის კულტურული მომენტები. ჩვენ გავსხოვდებით იგივე ისრაელისგან, გავსხოვდებით ჩვენ ტრადიციებით, დამოკიდებულებით, იგივე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. იგივე სკანდინავიის ქვეყნებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ აქ არის მნიშვნელოვანი რომ ეს მომენტებიც იყოს გათვალისწინებული. და თქვენ როგორც პროფესიონალი საზოგადოებრივ ჯანდაცვის მენეჯერი ბრძანდებით და განათლებაც შესაბამისი გაქვთ, აი განათლებული პაციენტის როლი სამედიცინო წარმატებული სამედიცინო სისტემის შექმნის გზაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც სამწუხაროდ არც ძალიან დიდარ ქვეყნებს უჭირთ ამაში თანხის გამოყოფა, იმიტომ რომ ჩვენ ხავ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რეალურად ჩვენ ვიმყოფებოდით საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო, რეალობაში როცა ბევრი ადამიანი სჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება. ხელმიუწვდომელი დახმარების დროს, არ არსებული პირველად ჯანდაცვის დროს, თქვენ ბრძანეთ, რომ ჭირდება სწორედ მაღალტექნოლოგიური დახმარება და ამიტომ იყო რომ თითქოს მეორე სართულიდან დავიწყეთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემის მშენებლობა და პირველი დავტოვეთ აუშენებელი. მაგრამ ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა ამის შემდეგ და მე უკვე ვფიქრობ, რომ როდესაც 10 წელს გადააჭერბა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოვაყოლოთ ეს თქვა პირველადი ჯანდაცვა და გაძლიერდეს, იმიტომ რომ წინა შემთხვევაში ამ ტვირთების მოხსნა, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს, ალბათ გაგვიჭირდება ამ მართლობრივ მართალია. და აი ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პაციენტის განათლება, ანუ სოციალური მარკეტინგი, რომელიც ქვეყანამ უნდა მუდმივად აწარმოოს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? შესაძლებელი იქნება თუ არა ამის გაკეთება? იგივე ახლა ჩვენ იაპონური პროექტით წამოგვეწია, ასე ვთქვათ და ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც ვერ მივახციეთ იმას, რომ ექიმი მოიქცეს კეთილსინდისიერად და არ გააკეთოს არასაჭირო შემთხვევაში საკეისრო კვეთა და არ დაზოგოს თავის დრო პაციენტისთვის და არ წავიდეს და არ დაიძინოს 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ. და ბოლომდე არ აუხსნას ის რისკები, რაც საკეისრო კვეთას ახლავს მაგალითად. ხო, ეს შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ქალთან. ქალს აუხსნათ და თვითონ ადამიანმა დაიცვას თავის საკუთარი ჯანმრთელობა და განათლებული პაციენტი ერთგვარად კარ ნახობს ექიმს მერე უკვე კეთილსინდისიერ ქცევას. აი ამ მიმართულებით თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა შესაძლებელი თქვათ აი ზოგადად? მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი კი აუცილებელია. ეს არის ერთ-ერთი ეს არის მისი უფლება. რომ ყველაფერი იცოდეს თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც ხშირად სამწუხაროდ ესეც არ ხდება ხო. და მე როგორც თქვენ სწორად ვძანეთ, განათლებული პაციენტი არის, ასე ვთქვათ, სისტემის მაკონტროლებელი გარკვეულწილად, რაც ძალიან კარგია. ნუ ეხლა ხშირად ხოლმე არის განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები აბსოლუტურად ყველაფერი იციან თავის დაავადების შესახებ. რა კითხულობენ უამრავს და ამ შემდეგ ხანდახან ისიც ხდება ხოლმე, რომ ექიმთან მიდიან და ეკითხებიან. აი ეს ბოლო კვლევა ჩატარდა ხო მაგი ბრმა მეთოდით პლაცებო კონტროლირებადი და რას ფიქრობ? ხანდახან ხოლმე ეს ექიმებს საკითხული წარ აქვს ეს ამ კვლევის შესახებ და ამ სიახლეების შესახებ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს ერთის მხრივ კონტროლს თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს კუნაურის პროცესი და მეორე მხრივ განვითარებასაც ეს სტიმულს უქმნის სისტემას რომ განვითარდეს. ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ტრიგერია სისტემის განვითარების, აიძულებს რომ განვითარდეს სისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ მეორე გარდა იმისა, რომ ამას ეს დატვირთვა, ერთ მეორე არის უფრო მნიშვნელოვანი, მისი უფლებაა ეს. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, თუ ისინი გავანათლოთ. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო პასუხია და აი ამ უფლებამ მომაგონა აკრედიტაციის პროცესში
აი ამ გზაზე, რომელსაც საქართველოს ახალ ზუსტ ახალ და ახალი ნაბიჯები გადაიდგა მიმართულებით, სწორედ აი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ორგანიზაციის ვთქვათ სტანდარტიზებაში, როდესაც ის ამოწმებს დაწესებულებას და ვთქვათ აკვირდება ასწავლის აი ხარისხის განვითარებას, იქ პირველი წერია პაციენტის ცენტრში, მომსახურების ცენტრშიც და პირველია პაციენტის განათლება, პაციენტის უფლება, რომ მან იცოდეს ყველაფერი, რომ მას მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ყველაფერი იყოს მისთვის გაკეთებული და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა შესაძლებელი იქნება, ვთქვათ, აი ვართ ახლა თქვენ კიდევ როგორც ჰოსპიტალური მენეჯერის მინდა რომ დაფიქრდეთ, იყო თუ არა პაციენტი ყოველთვის ცენტრში, ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ მენეჯერები, მაგრამ ეს არის თუ არა რეალურად, ხშირ შემთხვევაში ვგებულობთ რომ არა. აი ეხლაც კი ხშირად ჩვენ გვიწევს პაციენტების დაცვა და ჯერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ისე ვერ გავმართეთ, რომ დამატებითი ზარები არ იყოს საჭირო ხშირ შემთხვევაში, ხომ ასეა? კი, მართალია. ნახეთ აქ საინტერესო თავისთავად. თვითონ ტერმინი პაციენტ-ცენტრული. გაჩნდა უცხოეთში, ხო? ეს არის ჩვენი პრობლემა, გაჩნდა დასავლეთ ამერიკაში და რატო გაჩნდა? ყველასთვის თითქოს ნათელია, რომ პაციენტ ორიენტირებული ეს მეორე ტერმინი, რომელსაც ხან ანაცვლებენ ერთმანეთს. რატო უნდა გაჩენილიყო ეს? იმიტომ რომ გაჩნდა პრობლემა იმისა, რომ პაციენტი თურმე ცენტრული კი არ არის, პაციენტი არის რაღაცა წყარო თანხის მიღება. ამიტომ ეს პაციენტზე ორიენტაცია, პაციენტ-ცენტრულობა ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე დავამატებდი, რომ ჯანდაცვის სისტემას ყავს ორი ასე ვთქვათ მომხმარებელი, ორი კლიენტი თუ ბიზნესურად შეხედა ამ საკითხს. ერთი არის ეს არის პაციენტი, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ეს არის სამედიცინო პერსონალი. თუ სამედიცინო პერსონალი ასევე როგორც პაციენტი არ არის კომფორტულად, არ არის კარგად, არ იღებს იმ ანაზღაურებას, რომელიც ჭირდება, არ არის თავის თავში დარწმუნებული, არ არის იმ კომპეტენციას არ მიაღწია, რომელსაც უნდა აღწევდეს, მაშინ ამ პაციენტი ზიანდება. ამიტომ სისტემა უნდა ზრუნავდეს ორივეს. პაციენტ-ცენტრულიც უნდა იყოს და staff oriented ასე. და იქცევ დაუბრუნდით ჰოსპიტალურ მენეჯერს. აი ნახეთ აი ამ თავს თქვენ იდეალურად ბრძანეთ რომ ესე იგი სამედიცინო მომსახურების როდესაც თქვა აი ქვეყანა ამხელა ფულს იხდის და ამ შემთხვევაში ჩვენ გადასახადი და როდესაც თქვა ხარ სახელმწიფო მოხელე და ტოპ მენეჯერი აი ამ შემთხვევაში შენ გინდა გქონდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ყავდეს კმაყოფილი პაციენტი დაცული და იყოს პაციენტ-ცენტრული ზუსტად შენი სისტემა და ძალიან კმაყოფილი და ხელშეწყობილი სამედიცინო პერსონალი. ეხლა რეალურად რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ გამოგვივიდა ისე რომ რადგან სახელმწიფოს გაანკერძოებული აქვს სამწუხაროდ ეს მოცემულობა დახვდა და დაგვხვდა და ეს არაცა რაც გვაქვს გაგოჩნია და ამ პრინციპში მე ვფიქრობ რომ აი იმ შემთხვევაში როდესაც სახელმწიფო კაპიკებს იღებდა ჯანდაცვის სისტემისთვის ეს იყო ერთადერთი გადარჩენის გზა რო არ გაანკერძოებული იყო შესაძლებელია ისიც არ ქონოდა რაც გვაქვს იმიტომ რომ საერთოდ ჩამოიშლებოდა ახლა 300 მილიონის პირობებში ანაზღაურებას ვერ აკეთებს სექტორს ვერ ავითარებდა ასე შემდეგ ვიღაცამ ეს ბიზნესად მაინც გამოიყენა და რაღაცა მაინც გვაქვს ასე ვთქვათ გარკვეული კერები და არც თუ ისე ცუდი მინდა გითხრათ რომ დღეს საქართველოში არ არსებობს მიმართულება სადაც ვერ მიიღებ მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას, კიდევ მეორებ შესაძლებელია ბოლომდე ხელმისაწვდომობა ამაზე და ის ჯერჯერობით იპარება. არ არის ძალიან მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, სექტორები დაცული, ისე რომ ვთქვათ, ის დადარქმეულიც არ გვაქვს, ყველა ეს საუკეთესოა და ყველას თანაბრად ვუნაწილებთ ამ თანხას და შესაძლებელია პაციენტს არჩევანიც უჭირს. ეს კიდე ცალკე არის ეს ნიუანსები, რაც გზარაგზა უნდა დაიხოცოს, მაგრამ აი მე ჩემ შემთხვევაში ხა ეს ვლაპარაკობ რა მქონდა მხედველობაში, რომ დღეს ექიმები დაუცველები არიან, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა გაზარდოს სახელმწიფომ დაფინანსება, თუ ჰოსპიტალური მენეჯერი და ქსელის მეპატრონე თქვათ გადაწყვეტს, რომ ყველა მომატებული თანხა ისევ სერვისის ვითომ განვითარებაში ან პირად ბიზნეს მოგებაში წაიღოს და ის ბოლომდე არ გადაუხადოს, ჩვენ ამას ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან წარმატებული ექიმებს აქვთ შესაბამისი ანაზღაურება, ასე ვთქვათ, საქართველოს პირობებში და არ არიან ცუდად, მაგრამ ბევრი სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებით საშუალო და კიდევ უფრო დაბალი სამედიცინო პერსონალი რჩება ხოლმე ხშირ შემთხვევაში დაუცველი. და აი ამ შემთხვევაში ჰოსპიტალური მენეჯერების კიდევ მეორებ და უკვე აი ალბათ რეგულაცია იქნება მოსაფიქრებელი რომ თვითონ მეპატრონეებისგან დაცული იყოს როგორც პაციენტი, ასევე სამედიცინო პერსონალი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეთით რა აი ნახეთ როგორ არის მთელ სოფლიოში
კერძო კლინიკები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ესეთი კერძო კლინიკები არის უფრო როგორც წესი მონოპროფილური კერძო მომგებიან კლინიკებს გულისხმობ. Ну, ვიღაცა რაც შედგა ძალიან მაღალ პოზიციაზე ავიდა და ეს ადამიანს თავის შეუძლია ის საკუთარი კლინიკა ქონდეს. არა, როგორც წესი დასავლეთში, ასე ვთქვათ, მულტიპროფილური ჰოსპიტალები, ესენი არ არიან. როგორც წესი არის სახელმწიფოსი. ან სახელმწიფოსი, ან არის არამომგებიანი. ანუ მას ადევს ვალდებულება, რომ თუ მოგებაზე გავიდა ეს კლინიკა, როგორც წესი ხოლმე ძალიან თულად, იმიტომ რომ Siemens არ აქვს თავის კლინიკა, რომელიც ყველა აპარატურას, იმიტომ რომ 10%-ს ვერ იგებს სწორის წმედებით. არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ იქ იმდენი თუ გინდა რომ მაღალი ხარისხი აწარმოო, რთულია ეგ მოგებაზე გახვიდა. იმდენად დიდია დანახარჯები. იმდენად დიდია სახელმწიფო ფონდი, იმდენად დიდია განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების საჭიროება. ამიტომ როგორც წესი ხოლმე ეს არ არის. და თუ არის კერძო, ეს არის კერძო არამომგებიანი. და რაც ავალდებულებს, თქვათ, ან არის რაღაცა, თქვათ, რომელიღაცა საეკლესიო და არის იქიდან ხდება თანადაფინანსება ამ ეკლესიიდან, ან ასე შემდეგ, ან სხვა რაღაცა არამომგებიანი. მას ავალდებულება აქვს, რომ ის თანხა თუ მოგებაზე გავიდა, ავალდებულია რომ ეს ინვესტიცია უკან დააბრუნოს ეს თანხა კლინიკაში, რომელიც შემდგომ გადანაწილდება ისე ძირითადში გადანაწილდება ისე კლინიკაზე, კლინიკის საჭიროებაზე, ხელფასებზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში კი არის ეს კერძო კლინიკები, რომელიც მოგებაზე და მოგებაზე დაინტერესებული მფლობელები, რა თქმა უნდა, ის ბიზნესმენია და ფიქრობს, რომ მოგება უნდა წაიღოს სახში, აბა ეხლა. ამიტომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებელი. ალბათ შესაძლებელია ეს. დამოკიდებულება ესეთი. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ერთ-ერთი ხაც ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ, რადგან ჩვენ მაინც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გარშემო ტრიალებთ, თქვათ, შეიძლება ვთქვათ ის, რომ ეს დარგი მეტნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს სწორგზაზე დგას, ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, ამაში ეჭვი არც გვეპარება და საერთოდ ვეხშია თუ ამბობ ხოლმე, რომ ვიდრე ერთი ადამიანი გვხვდება და ჩემ შემთხვევაში ვიდრე ერთი ბავშვი და ერთი ჯანმრთელი ორსული გვხვდება, არ შეიძლება თქვა, რომ სისტემა წარმატებული და კარგია, მიუხედავად რომ ყოველთვის იქნება რაღაც მინიმალური, მაგრამ არსებობს რაღაც მინიმალური რაოდენობა და მაჩვენებელი, რომელზეც უნდა ჩამოვიდეთ ნელ-ნელა. თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ჩვენ ბევრი ადამიანი გვისმენს ახლა და კეთილგანწყობილის და არაკეთილგანწყობილის ალბათ, მაგრამ უნდა უთხრათ მათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არა 2012-22 წლების ესე იგი ანალიზი ჩაატარა გაეროს მოსახლეობის ფონდის, ასე ვთქვათ, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მაჩვენებლების ესეთი სუმარული შეფასება ხდებოდა და მინდა გითხრათ, ჩემ და გასაოცრად, მე არც კი მე კრიტიკულად ვარ ხოლმე განწყობილი და უყურებ რა პრობლემებია ამ დარგში, არასოდეს ანალიზის დროს იმას არც კი რჩება დრო, იმაზე ვიფიქრო, რომ მცირდება, მაგრამ რაც რჩება ისაა გამოსასწორებელი, აღმოჩნდა, რომ ესე იგი ნეონატალური სიკვდილობა შემცირდა 82%-ით, თქვენ ამაზე ძალიან თავად დასაწყისში ხო და მკვდარჩებადობა 60%-ით და დედათა სიკვდილობა სამწუხაროდ მხოლოდ 22%-ით. ეს ძალიან დიდი გამოწვევა რჩება. მაინც ეს ნიშნავს ალბათ, რომ მეტნაკლებად აქ დარგი გამოჯამრთელი, აი ეს მიმართულება რაღაც უფრო შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ სწორი გზით მიდის, მაგრამ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და ამიტომ გამოვყავი თავი და ხო. და ასე იგი მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იაპონური პროექტი, რომელიც ახლა გვაქვს ჩვენ და თქვენც ხართ ამ საქმის ყურში და მათი დახმარება რაღაც გარკვეულ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ კიდევ მეორებ ჩემთვის ისრაელი და იაპონია არის ორი საუკეთესო მოდელი, იმიტომ რომ იქ არის ძალიან მაღალი ხარისხის სამედიცინო ასე ვთქვათ სისტემაზე ფინანსური, გეოგრაფიული და ყოველგვარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია და ადამიანები ბოლომდე დაცული. არც კი ჭირდებათ ფიქრი არაფერზე, იმიტომ რომ ფინანსური მოდელები აქვს ძალიან საინტერესო, რომ თვითონაც აღებინებენ ძალიან მინიმალურ მონაწილეობას, მაგრამ თითქმის მთლიანად ყველა მიმართულებაა ჩართული. მუნიციპალიტეტი ცალკე იღებს თქვა თავის სამცხოვრები ადამიანების ჯანდაცვის ტვირთს, სახელმწიფო სამსახურები, სადაც დასაქმებულია, კერძო სტრუქტურები, სადაც დასაქმებულები არიან და უფრო დიდ წელს სახელმწიფო მთლიანად და ადამიანიც თავის მინიმალურ წელს რო ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეს და მე ვფიქრობ, რომ ეგ ნელ-ნელა შესაძლებელია, მით უმეტეს როდესაც ვთქვათ ადამიანები დგანან ამ შემთხვევაში ჩვენი სტრუქტურის სათავეებში, რომელსაც ამის სურვილი გააჩნიათ და ხედები სწორად ჩანს, მე ვიდეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი იქნება უკეთესობის მხარეს. რა თქმა უნდა, აუცილებლად.
კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის და ბოლო გზავნილისთვის კიდევ დროს რას ეტყოდით თქვათ ჩვენს მაყურებელს და მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას. ქართულ მოსახლეობას ვეტყოდი, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, იცადენ რომ მიირთვან ჯანსაღი საკვები, მეტი ფიზიკური აქტივობა გქონდეთ, იყვნენ სუფთა ჰაერზე და ბევრი კეთილი საქმეები აკეთონ, გქონდეთ ამის საშუალება, შესაძლებლობა და იყვნენ კარგ ბუნება განწყობაზე, ესე პოზიტივებზე იფიქრონ და ნაკლებად ინერვიულობენ. ნაკლებად ინერვიულობენ რაღაცებს. გასაგებია ხა შეიძლება ეს ვიღაცამ სარკასტული პასუხი გაცეს ამას, რომ ნუ განერვიულებს და არ ვინერვიულებთ, რომ ნერვიულებთ, გასაგებია, მაგრამ იმისათვის რომ ეს ყველაფერი ჩვენ ჯანმრთელობას უწყობს ხელს და ჩვენ ძალიან ბევრ ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვიავადებთ თავს და ამის აცილება თავიდან შესაძლებელია გარკვეული მდგომარეობების. ნამდვილად ასია, დიდი მადლობა. და საერთოდ მიმაჩნია რომ ახლა თქვა შეიძლება თქვა რომ არ ვინერვიულობთ, აბა რა ვქნათ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ თუ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სადაც ვართ და რასაც ვაკეთებთ, დაკავებული ვიქნებით ჩვენი საქმით და თითო აგურს დავდებთ ამ პატარა ქვეყნის შენებლობის გზაზე, ყველაფერი იქნება კარგად. უსაგნო ნერვიულობით, უსაგნო საიტბებდივად, რას ვითხოვთ 2030 არ იცი. აი ასეთი ნერვიულობით ჩვენ ვთქვათ, საუკეთესო გამოსავალს ვერ ვიპოვით. ამიტომ სწორედ ესაა ჩვენი სურვილი, რომ ვუსურვოთ მოსახლეობას ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის სიმშვიდე იყოს ქვეყანაში შენარჩუნებული, ნაკლებად ვინერვიულოთ, ნაკლებად ვიყუროთ სხვის მხარეს, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ნელ-ნელა წავალთ წინ. მართლა ერთი პატარა რაიონის ხელა ქვეყანა ვართ, ძალიან საუკეთესო მდებარეობით და რესურსით, როგორც ადამიანური, იმიტომ რომ უნიჭერესი ხალხია ქართული ხალხი. მე ვისურვებდი მხოლოდ რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სწორი რეალიზების საშუალება. ჩვენ ჯანმრთელობით შევუწყოთ ხელი და შემდეგ შეიქმნას გარემო საგრძინი სწორად რეალიზდებიან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონელები, მეკები მშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა შემოგთავაზეთ. ვფიქრობ იმედის მომცემიც, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რომ ჯანდაცვის სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ ამ მმართველობის განვითარებაზე და თქვენ უნდა გვისურვოთ ჩვენ წარმატებები, თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში ნახვამდის.